ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ თენგო ჯგუშიასა და მერაბ ქვარაიას შორის მოხდა შელაპარაკება სოფელ რიყეში. რის შემდგომ იქვე განიმუხტა ეს სიტუაცია და როდესაც უკვე წამოვიდა თენგის ჯგუშია თავის სახლის მიმართულებით თავის მეგობართან ერთად შენიშნეს რომ უკან მოყვებოდათ მერაბ ქვარაიას მანქანა სადაც მერაბის მეგობრები ისხდნენ. როდესაც სახლს მიუახლოვდა და მანქანა მაინც მოდიოდა მაგათ მიმართულებით გადაწყვიტეს რომ თავის არიდების მიზნით რადგანაც სახლში 80 წლის დედა ყავდა და 15 წლის შვილი რომელიც ბებიასული და რამე გაუგებრობა არ მოხვედრილიყო არ შეშინებოდათ ოჯახშიც განრიდებოდნენ განრიდების მიზნით გავიდნენ სხვა ქუჩაზე მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ჩიხში საიდანაც ვერ გაიქცეოდნენ ამასობაში გადმოვიდნენ მანქანიდან თენგის ჯგუშია და მისი მეგობარი და ამავდროულად უკან გაჩერებული მერაბ ქვარაიას მანქანა და მისი მეგობრები რადგანაც თენგომ დაინახა როგორც თვითონ თენგიზი მიყვება რომ იყო ძალთა მეტობა მითი მხრიდან უმრავლესობა აქ შელაპარაკებას შეიძლებოდა კიდევ უარესი ინციდენტი მოყოლოდა და გადაწყვიტა ჰაერში თავის დაცვის მიზნით მოსაგერიებლად ამ დაპირისპირებულ მხარესთან რომელთანაც უკვე ცნობილია რომ პოლიტიკურად იყვნენ დაპირისპირებულები არა და ორივე ჩემთვის საამაყო ზუგდიდელია ორივე ჩემი მეგობარია და ორივე არაჩვეულებრივი ადამიანია და როგორც თენგიზი მეუბნება თავდაცვის მიზნით გაისროლა ჰაერში. რამდენი გასროლა? რამდენადაც ვიცი არის რომ მისი მიმართულებით გამორიცხავს კატეგორიულად თენგიზი არის კარგი მსროლელი და ეს ცნობილია და 9 მეტროში და 1 მეტროში არ გაუჭირდებოდა რომ დომებოდა მოეხვედრებინა მოხვედრა არ არსებობს ესეთი რამ და ამის სურვილიც არ შეიძლებოდა გაჩვენინოდა მისი ბუნებიდან გამომდინარე ადამიანი მოიკლა და მით უმეტეს მერაბ ქვარაია მაგრამ გასროლა მოახდინა ჰაერში